ამ კარგი დავიწყოთ. ნუ დღევანდელი ლექცია იქნება აი ნუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, როგორ კეთდება ნუ LLM-ები რასთან შეხება რა ყველას გქონია. რა პროცესი გადის, ასე ვთქვათ, ამათ ტრენინგი და რა ხო ნუ რაც საინტერესო დეტალები რაღაცები რა. რაც შეიძლება ან არ ვიცოდეთ, ან ვიცოდეთ, მაგრამ ნუ ახლა უკვე რაღაც საბაზისო ცოდნა რო გვაქვს, მაგიდან გამომდინარე უკეთ გავიაზროთ რა ხდება რეალურად, როგორ ხდება, რატომ ხდება და რატომ მუშაობს ზოგადად. ნუ ეს სამ ნაწილად დაყოფა არის ხო ნუ რაც სამ ყველა LLM-ი ასე თუ ისე იყოფა, ნუ frontier LLM-ები რაც არა, Gemini, რაც Claude, რაც შემდეგ იყოფა სამ ნაწილად, მაგათი ტრენინგი. პირველი ნაწილი არის pre-training. Pre-training-ი არის ალბათ ყველაზე მძიმე ნაწილი რესურსების მხრივ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დატაზე ტრენინგდება. თან საკმაოდ დიდი მოდელი. შესაბამისად, ძალიან დიდი რესურსი უნდა ამას და ძალიან ძვირი არის. შემდგომ არის SFT, supervised fine tuning-ი, რაც რეალურად გარდაქმნის მოდელს chat მოდელად, რომ შეგიძლია რაც კითხვა დავუსვა ილაპარაკო ასე შემდეგ. და შემდგომ გვაქვს ხოლმე alignment. Alignment-ი
დიდი ხანია რაც გავარდი. მე ვლაპარაკობ დიდი სამითა. უცბად მივხვდი რომ ინტერნეტი წავიდა ჩემთან. ჰალო, ისმის ჩემი? საერთოდ. წუთი იქნება. ანუ რა ახლა რო ვილაპარაკე არა. ოკეი, მეც. აა. კაი. სად ვიყავი? რავი, რო გავწყდი თუ ვაფშე არ სამწყია, როდის გავწყდი არ ვიცი. აი, მაქსაიზე იყავთ. ოკეი. კარგი, რავი, ნუ რაც ვიტყვი რა მოკლედ. ნუ პრიტრენინგის ცოდნა რა არის? პრიტრენინგის მიზანი რა არის? პრიტრენინგის მიზანი არის, რომ ცოდნა რაც ეს ამასაკეთ გადმოვიტან, რომ თუ გაითიშა შევხედო ხოლმე. პრიტრენინგის მიზანი არის, რომ ცოდნა, რაც ბეიზ ცოდნა ის იქნება ენის გააზრება, წიგნები, რაღაც წიგნი რა იყო და ნე კოდის გააზრება, და ნუ სხვადასხვა ესეთი ცოდნაც რა, რაც მარტო ფაქტუალური ცოდნა არ არის, რიზონინგით შეიძლება რაღაც მხრივ. ნუ ეს ყველაფერი ეგეთი რა ცოდნები არის მოთავსებული რა და ტრილიონობით ტოკენი, ან ძალიან დიდი რესურსი არის რა. ან მთელი ინტერნეტი არის ჩავთვალოთ რა პრიტრენინგში. შესაბამისად ხო, ნუ ეს ძალიან მძიმე ეტაპია. შემდგომ, მაგრამ ნუ პრიტრენინგი რეალურად არაფერს არ გაძლევს რა, ნუ მოდელი საბოლოოდ არის პროსტა მოდელი ისევ, რომელსაც არ შეუძლია რა ჩატის პრინციპით ლაპარაკი რა, რაც კითხვა დაუშვა, ვერ გიპასუხებს რა. შესაბამისად, შემდგომ ვაკეთებთ მაგ ფორმატის გარდასაქმნელად SF-ს. და ნუ SF არის უბრალოდ fine tuning-ი, SF-ის data შედარებით მცირე არის, ეს data ახლა უკვე არის ხოლმე ხშირად, რომ რაც სინთეტიკური data არის, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა თავიდან იყო არასინთეტიკური ხელით შექმნილი data. და ნუ შემდგომ გვაქვს alignment-ი უფრო რაც cherry on top არის, იმიტომ რომ არ არის ეგეთი რაც საჭირო რომ ინა თუ არა უეჭველი უნდა იყოს მოდელში. ანუ მაგის გარშე შეგიძლია რაც გამოიყენოს სიტყვაზე და ელაპარაკო მოდელს. მაგრამ ნუ რამდენიმე საკრა პლუსი აქვს. ერთი არის რომ ნუ უფრო რაც ჩემ პრეფერენსებზე მოვარგებ და ნუ ახლა მეორე რაც არის thinking რეჟიმის დამატება შეგიძლია რა, რომ უფრო კომპლექსურ ტასკებზე დაატრენინგო შემდგომ მოდელი რაც გამოიყენო რა. დავიწყოთ პირველი ეტაპით, pre-training. ნუ pre-trainingის მთელი მიზანი რა არის? pre-trainingის მთელი მიზანია, რომ უბრალოდ ტექსტი გავაგრძელოთ. ანუ რაღაც capital of Francis მოვცემ სიტყვაზე და შემდგომ რაც არის დავაპრედიქტებთ რაღაც ალბათობით და ჩვენი მიზანია, რომ ეს რაც პარიზი იყოს მაღალი ალბათობით რა. ნუ მათემატიკურად რო ვთქვათ, რაც conditional ავტორეგრესიული მოდელი არის, ჩვეულებრივი, ანუ condition-ში გვაქვს რაც ეს მარცხენა მხარე, ასე რომ ვთქვათ, კონტექსტი და ვაპრედიქტებთ ამის ალბათობა გვინდა რაც შეიძლება მაღალი იყოს. ზოგადად ავტორეგრესიული მოდელი საბოლოოდ რას სწავლობს? ეგ რო გავხსენოთ. აი, ძალიან ადრე თავდაპირველ ლექციებში ალბათ გქონდა ხოლმე მაგაზე ლაპარაკი, რომ კლას ანუ ორი სტილის მოდელები რო გამოვყავთ თუ გახსოვთ. ერთი იყო გენერაციული მოდელები და მეორე იყო კლასიფიკატორები რა. რა განსხვავება იყო მაგათ შორის და რას აპრედიქტებდა? ეგ თუ გახსოვთ.
ისმენ? კლასიფიკატორის მიზანი იყო, რომ რაღაცას ლეიბელი დაედო და გენერაციულის მიზანი იყო, რომ რაღაც შეიქმნა. ეგ განსხვავება არის მთავარი. Yes. კი ბატონო, მართალია. ნუ ცოტა ისე მათემატიკურადაც რო ვთქვათ, ერთის მიზანი არის, რომ რაც დავაპრედიქტოთ px-ი რო გვაქვს მიცემული რა არის y-ი, და ნუ ეს y-ი რაც ლეიბლი არის უბრალოდ და ნუ გენერაციის მიზანია რომ px-ები დავსემპლოთ, ანუ x-ები დავსემპლოთ უბრალოდ რა. ანუ რაც px-ი გქონდეს, ნუ შეიძლება px-იც არ გქონდეს სიტყვაზე, მაგრამ ნუ შეგვიძლია ავტორეგრესიულში მაგალითად px-ი შეგვიძლია გამოვსახოთ, ზუსტად ეგრე რა, რომ ანუ ნამრავლი კონტექსტების გვაძლევს px-ის მიახლოებას რა და შესაბამისად შეგვიძლია მარტივად დავსემპლოთ ხოლმე შემდგომ px-ები რა. ან საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ ავტორეგრესიული მოდელი რეალურად ასახავს ზოგადად ანუ px-ი ამ შემთხვევაში არის რაც მთელი n-ის ალბათობა, ასე რომ ვთქვათ, ანუ ხონუ რაც ტოკენი, ანუ პირდაპირ px-ი რო ნახოთ, გვეუბნება პირველი სიტყვა რამდენად ალბათურია, ხო, რაც ეგეთია. და შემდგომ ყოველ შემდეგზე გვეუბნება ამ კონტექსტში რამდენად ალბათურია შემდეგი სიტყვა. შესაბამისად, ხონუ ამის მიზანი არის, რომ ეს px-ი გამოვსახოთ მათემატიკურად და შემდგომ დასემპლა მარტივად შეგვიძლია მაქედან რა. იმიტომ რომ რეალურად რაც, ნუ საწყის ტოკენს შევუშვებთ სიტყვაზე, start token-ია რაღაც ეგეთი გვექნება და მაგის შემდგომ უბრალოდ ნახავთ რა არის ალბათობები. ან საბოლოოდ ვაბრუნებთ რაღაც სივრცეში, ეს სივრცე არის ტოკენების სივრცე, ხო? მაგალითად 16000 ალბათობა ესე ბრუნდება და აქედან ვარჩევთ რაც მაქსიმალურს ან რაღაც მეთოდით, რა სემპლინგის მეთოდით. ნუ ხო ეს ცოტა ის მათემატიკურად რო გავხსენთ, რას ნიშნავს ვაფშე რა? რატო გვინდა რომ გავაგრძელოთ მაგალითად და არა როგორც BERT-ში მასკინგს ვაკეთებთ, ეგ გავაკეთოთ. და აქ თავარი მიზანი არის გენერაცია დადეს. შესაბამისად, ხო, retraining-ის შედეგი არის, რომ უბრალოდ შემდეგ სიტყვას ვაგენერებთ given რაღაცა კონტექსტი. ხა ტოკენიზაცია. ნუ ეს ტოკენაიზერები აქამდეც არსებობდა LLM-ამდე მაგალითად და მიზანი რა არის რა ზოგადად? მიზანი არის რომ ანუ რაღაც ჯერ ერთი ენები მით უმეტეს რაც თუნდაც მაგალითად ყველაზე მეტად ქართულ ენაში ჩანს ეგ რომ ქართული ენა არის აგლუტენაციური თუ როგორ არის სიტყვა. რაც ნიშნავს რომ რაც საბაზრო სიტყვა გვაქვს, ფუძე გვაქვს და ამ ფუძეს შეგვიძლია მივაწებოთ სხვადასხვა პრეფიქსები ან სუფიქსები და ამით სხვადასხვა სიტყვები შევქმნათ. ნუ მსგავსი პრინციპი ქართულ ენაში კიდე ბევრად უფრო ჩანს ეგ, მაგრამ სხვადასხვა ენებში ჩანს, რომ რაღაც ფუძე არის, ამ ფუძეს აი ტოკენი და ტოკენიზაცია მაგალითად ტოკენთან ასოცირდება რა. შესაბამისად რაც ნუ თვითონ ტოკენიზაციის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ მსგავსი ეს კავშირები გამოვიყენოთ, რაც ტოკენი და ტოკენიზაცია მოდი და რაღაც ხრივ დაკავშირებულია ვიცით იდეურად ერთმანეთთან და დაუკავშიროთ ბარემ. და მეორე მიზანი არის, რომ ნუ ერთი რაც ანუ ეგ არის ხა საბორდ ტოკენიზაცია ქვია რა მაგას, რომ ანუ ერთი სიტყვა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტოკენად. და რატო ნუ ერთი მიზეზი ეგაა, რაც ვთქვი, რომ ნუ
მსგავსი კავშირები გვექნება, რაც ტოკენი და ტოკენიზაცია ახლოს იქნება ერთმანეთთან, იმიტომ რომ ერთი ტოკენი როგორც მინიმუმ ორივეში გვაქვს. მეორე შეიძლება იყოს მიზანი, რომ არ გქონდეს out of vocabulary სიტყვები. ან ჩვენ თუ გვექნება სიტყვაზე სათითაოდ ქარაქტერები და მეორე გვექნება რაც რამდენიმე ქარაქტერი ერთად და ასე შემდეგ. ანუ საერთოდ სხვა რაც ქარაქტერით დაწერილი სიტყვა უნდა იყოს, რომ out of vocabulary აღმოჩნდეს რა. შესაბამისად რაც მინიმუმ ბაიტები რო გქონდეს, ან რაც ყველა ალფაბეტის ასორაც არსებობს. ეგ უკვე ყველაფერს მოიცავს რა, ანუ მაგით შეგიძლია ქართული სასწავლო სიტყვაზე რა მოდის. აი ეს ნაწილი ალბათ ისეც იცოდით, მაგრამ გასაგებია ხა? კი ალბათ. აქ რაღაც მაინც ან ჩემ ხო ეს გამოწია. კაი. ოკეი. აი ნუ ტოკენიზაცია გავიგეთ რატო არის საჭირო. და რა წარმოადგენს? გადავიდეთ მოდელს. ნუ ყველა მოდელი ასე თუ ისე პატარ-პატარა განსხვავებებით შეგვიძლია ვთქვათ. არის decoder only transformer-ი. ტრანსფორმერების ლექციაში, ნუ რაც default transformer-ი ასე რომ ვთქვათ, რაც განვიხილეთ, იყო encoder decoder სტილის ტრანსფორმერი. შემდგომ რაღაც Google-მა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რაღაც მარტო encoder-ი აიღო და დაატრენინგა BERT-ი, OpenAI აიღო decoder-ი და დაატრენინგა GPT. მაგალითად რა GPT-2 იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომელმაც საკმაოდ დიდ დატაზე რაღაცეები ისწავლა რა. და დიდ მიღწევად ითვლებოდა იქ მაგ მომენტში. ანუ ამას რავი ხარ ახსნი რა როგორი არის? ნუ დეკოდერის მთელი მამი კი ვთქვით რაცა რომ უბრალოდ გენერაცია გვინდა შემდგომი სიტყვების რა. ტრეინინგის ობიექტივი ძალიან მარტივი არის. ტრეინინგის ობიექტივში გვაქვს უბრალოდ log likelihood based მოდელი არის შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ ეგ log likelihood-ი შევამციროთ რა. და ეგ არის ტრეინინგის ობიექტივი. აქ რამე კითხვა არ გქონთ ეს ტრეინინგის ობიექტივში. Okay. ნუ ამასაც ასე თუ ისე შევახეთ. ძალიან დიდი მოდელები გვაქვს, ძალიან დიდი data გვაქვს და ძალიან დიდი კომპიუტერი სჭირდება ამ ყველაფერს. შესაბამისად, იდეაში იშვიათი არის ხოლმე, რომ დიდი pre-trained მოდელი გამოვიდეს რა, ახალი. თუნდაც სხვადასხვა მოდელები რო გამოდის ხოლმე, უმეტესად ეს მოდელები არის რაც იგივე pre-trained მოდელი, მაგრამ რაც შემდგომი stage-ები აქვს სხვანაირად შეცვლილი ან დამატებული ან დაფაინტუნებული ან რაღაც ეგეთი. ანუ როგორც მინიმუმ რაც GPT მაგალითად ან Claude ახალი მოდელებს რო უშვებს, ეგენი არ განსხვავდება დიდად, ან pre-training-ის step-ში არაფერი განსხვავება არ არის რა, შეიძლება ზუსტად იგივე მოდელი არის. და განსხვავება გვაქვს SFT-ში ან alignment-ში. და რა ნუ ხოთვირი არის. და ნუ scaling-ის წესი არის, ერთ თავარ წესი. რაც ნუ იდეაში რატო გჭირდება ვაფშე რა scaling-ი, ანუ რატო უნდა გვაინტერესებდეს რა არის scaling-ის low რა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის რომ ანუ ეს ცოტა ისე რომ მივუდგეთ ბიზნესურად ასე ვთქვათ, მაგალითად მე თუ დავხარჯო
რაც მილიონობით დოლარს დაახლოებით მინდა ვიცოდე რა შედეგს დებს რა. რადგან ნუ ძალიან ძვირი ყრს ეს ყველაფერი, ან საჭირო არის რომ ცოტა წინასწარ რაღაცა დავაფრედიქტო რა, რომ დავატრენინგე ამ ხელა მოდელი და მარმინდა რომ რაღაც ძალიან პატარაზე იყოს სიტყვაზე განსხვავებული მეორე მოდელისგან რაც მაქვს. მაგიტო ხო ნუ ამას აფასებენ ხოლმე სხვადასხვა მეთოდოლოგიით, არის სხვადასხვა პეიპერები და ასე თუ ისე ხშირად იცვლება რა ეს მაინც, იმიტომ რომ სხვადასხვა მეთოდოლოგიები შეიძლება გამოჩნდეს, რომელზეც მე სხვანაირად მუშაობს რა სკეილინგის ეს. ნუ რა გააჩნია ზოგადად base models რა? ან base models ეცახიან ხოლმე ამას. base modelis თვისებები ასე რომ ვთქვათ, რომ გავიაზროთ, ცოდნას ხშირად აფასებენ ხოლმე და მაგის შეფასება საინტერესო არის ზოგადად რა. თქვენ როგორ შეაფასებდით მაგალითად base model-ი გაქვთ და გინდათ რომ დატესტოთ რამდენად კარგად იცის, რავი, მათემატიკა სიტყვაზე. როგორ რა მეთოდოლოგიას მიმართავდით იმისთვის, რომ რაც გაგეტესტათ ეს და რაც ბენჩმარკი შეიგეკნათ რა სიტყვაზე და მეტრიკა ქონოდეთ. გვაქვს რამე იდეა? გისმენ? დაუსრულებელ მაგალითებს მივცემდით და ანუ შეეცდებოდა რომ დაიპრედიქტებია დასასრული? ნუ ეგ ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მაგალითად რომ იცე კითხვა რაღაცა, რავი, დიდი ალბათობით გააგრძელებს უბრალოდ ამ კითხვას რა, ანუ ეს პასუხს არ დაიწყებს ეს დეფოლტად, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სხვა მსგავსი კითხვა დასვას მაგალითად, რაც ეგეთი გააკეთოს. მაგიტომ თლად ეგ არა სწორი პასუხი. რამე სხვა იდეა ხო არ გაქვთ კიდე? ოკეი. ვიტყვი მაშინ. ნუ რამდენიმე რაღაც არის რა. პირველი შეგვიძლია ავხსნათ in context learning-ი და ეს დღესდღეობითაც ძალიან რაც პოპულარული არის, ასე რომ ვთქვათ. და ნუ ბევრი მეთოდოლოგია, რაც RAG-ი მაგალითად იქნება თუ რაც იქნება ეს chatbot-ები და რაცები, უმეტესად მუშაობს ამ პრინციპით რა. მე კონტექსტში რაღაცა ცოდნას თუ გავატან, ამ ცოდნის გამოყენება კარგად შეუძლია. მაგრამ მაგასთან ერთად ეგეთი რამე აღმოაჩინეს მაგალითად, რომ მე თუ few shots ეძახიან ხოლმე რა, რომ რაღაც მაგალითები მივცე. მე თუ მაგალითად მივცემ რამდენიმე რაღაც ისეთ მაგალითს, რაც 2/2 რაც კითხვა არის 2/2 რისი ტოლია. და რავი მივცეთ რაც ეს quiz-ის სტილი კონდეს რა, რაც A B C D იყოს მაგალითად ჩამონათვალში. ამის მაგალითები მივცეთ რა. 2/2 რამდენია, წერია რამდენიმე მაგალითი, სწორი პასუხი მივწეროთ რა, რაც C არის მაგალითად 4 და 4 იყოს თვითონ მონიშნული რა, როგორც რა ფორმატშიც უნდა დააბრუნოს შემდგომ. ეგეთი რამდენიმე მაგალითი რომ მივწეროთ, შემდგომ თავი კითხვას რო დავუსმოთ, რაც თავი კითხვა ჩამონათვალი რამდენიმე იმის რა ქვია, სავარაუდო პასუხის და პასუხი არის სიტყვაზე 2 წერტილი და აქ უნდა დაწეროს პასუხი. და შემდგომ აქ უკვე მართლა დაწერს პასუხს რა. და თუ არ დაწერს, ნახავთ როგორც მინიმუმ რა არის, ანუ რაც ABCD ხო არის, ეს სავარაუდო პასუხები, ასე რომ ვთქვათ.
ამ ABCD-დან 100 probability რა არის B-ში, C-ში და D-ში სიტყვაზე. და მაგებს რომ ნახოთ, ყველაზე მაღალი ალბათობა რომელსაც აქვს, მაგას ავარჩევთ უბრალოდ. ამ ლოგიკით ხდება ხოლმე, ან უმეტესად საბოლოოდ რო ვთქვათ, base მოდელები იტესტება quiz-ის მსგავსი ამ სანებით. ანუ კი რაღაც ხრივ in context-ით შეგიძლია ალაპარაკო კიდეც ჩატის კუთხით რა. რომ მაგალითად როგორც აქ თქვით რომ რაღაც ის იმაშუებით თქო რა few shots აძლევ თქო ეგრე few shot example შეგვიძლია მივცეთ პირაპირ ჩატის რომ მაგალითად ადამიანმა თქვა გამარჯობა ამან რაღაც მეორე ადამიანმა თქვა გამარჯობა როგორ ხარ ჩემი დაგეხმაროთ და მე ვითომ ეს პირველი ადამიანი ამბობს რაღაცას და role plays აკეთებს ასე ვთქვათ რა ვითომ ციგნში დიალოგია და აგრძელებს მე ამას მაგიტა ხონო რა ეგეთი სტილითაც ნუ ეს თეორიულად შეგიძლია რომ ჩატად გადააქცია მაგრამ საბოლოოდ როცა გვინდა გავუტესტოთ base მოდელი შეცოდნა ამ ცოდნისთვის ხშირად იყენებენ უბრალოდ quiz-ის სტილ ამსანებს რა და ამ quiz-ში უკვე მარტივად შეგვიძლია ნახოთ რა არის ალბათობა თითოეული პასუხის გასაგები არის ოკეი აი აქა მაგალითად ის რაც თქვი რა base models რო გადასე კითხვა და მოდი გამიგრძელე ნუ სხვა კითხვებით გაგიგრძელებს რა ეგა მთელი პრობლემა კარგი ეხლა გვინდა რომ ეგ გავასწოროთ ამის გასწორება ხდება SF-ით SF-ის თელი მიზანი არის რომ მაგალითად ჰაიკუ დამიწერო რო ეტყვი მართლა დაწერო ჰაიკუ და უბრალოდ რაღაც სხვადასხვა ვარიანტები არ თქვას მე ამ პრომპტის ან ამ ეგეთი ნუ SF-ი data რო თქვათ გავიმეოროთ მაინც რომ ეს data თავიდან იყო რა თქმა უნდა ადამიანის მიერ შექმნილი შეიძლება ეს იყო რა chatbot-ების მისინი რა ქვია ისტორიული data უბრალოდ chatbot-ები ხა ან chatbot-ი რაღა იყო და უბრალოდ chat assistant-ი რა რაც სიტყვაზე არ ვიცი რა ან ბანკში რომ mobile ბანკში რომ მას ასისტენტს მიწერდი რა ეს data შეიძლება გამოიყენონ სიტყვაზე SF-ის გასაკეთებლად მე LLM-ისთვის ან რაღაც ეგეთი და ნუ ეს სხვადასხვა ნუ სხვადასხვა მეთოდოლოგიებით შექმნილი data რა და მე ხელით რაც გადათვალიერებული რომ ყველაფერი სწორად იყოს შეიძლება მე მანდის უნდოდეთ მაგალითად რაც ვინ ხარ შენო რო კითხავს ან რაღაც ეგეთი მაგაზე უპასუხოს რომ მე ვარ რაც OpenAI-ის მიერ შექმნილი მოდელი ან რაღაც ეგ ნუ ბევრი ეგეთი რაც რა და მაგ დატაში არის ხოლმე უმეტესად თავმოყრილი შესაბამისად ნუ რაც სტილი რო ავიღოთ სტილი გვაქვს რომ რაც ინსტრუქცია არის და პასუხი არის ანუ აქამდე თუ იყო რაც მარტო X-ი ასე რომ ვთქვა და დიდი ტექსტი იყო და უბრალოდ გაგრძელებულს თხოვდით ხოლმე ან რაც ეგეთი აქ ამ დატაში გვაქვს უკვე X-ი და Y-ი რა ტრენინგის იდეა თვითონ ეს მეთოდოლოგია რა მათემატიკურად და რაცა ზუსტად იგივე არის ანუ არა მაგ ნაწილში არაფერი არ იცვლება რა როგორც ატრენინგებდი pre-trained models ეგრე ატრენინგებ ამასაც უბრალოდ ეუბნები რომ გამიგრძელე ტექსტი და ტექსტის გაგრძელება არის რომ ინსტრუქციის მერე პასუხი გითხრას უბრალოდ რა ну აი შეიძლება რაღაცა ტოკენებით გამოვყოთ ეგ ინსტრუქცია როდის იწყება და როდის რჩება და ეგეთი რაღაცები ახლა
უკვე რადგან გვაქვს დიდი მოდელები, რომლებიც საკმაოდ ძლიერი არის ბევრ საკითხში, ხშირად შევხვდებით უკვე ეს რა ქვია, სინთეტიკურ მონაცემებში. და სინთეტიკური მონაცემები საკმაოდ ხარისხიანი არის თან. ხარისხიანია, იმ მხრივ, რომ კლოდ რაც Opus 4 და 6-ით დაგენერებული მაგალითად პასუხები საკმაოდ სწორი იქნება უმეტესობა რა. და ამ სინთეტიკურ დატას არ ვიცი რავი რამდენად იყენებენ მე სიტყვაზე დიდი მოდელების ატრენინგოთ, იმიტომ რომ ცოტა ალოგიკური ჩანს რა, ეხლა თავის აუთპუტებზე რო დაატრენინგოთ, უფრო გავაფუჭებ ხარისხს რა. მაგრამ ამ მოდელებს იყენებენ უფრო პატარა მოდელების გასაკეთებლად რა. ანუ transfer learning-ი მაგალითად, რავი, ეს გაგუგია. transfer learning-ის მიზანი არის, რომ დიდი მოდელიდან მივიღოთ პატარა მოდელი. და რაც შეგვიძლია პირდაპირ მაგის input output-ები ავიღოთ დიდი მოდელის და პატარა მოდელი დავაფაინტუნოთ მაგას. ამ ნაწილში გვაქვს რამე კითხვა? Okay. რასაც ვიღებ საბოლოოდ არის, რომ დაახლოებით იგივენაირი chatbot-ია, როგორც რაც GPT არის სიტყვაზე რა. საერთოდ ალბათ GPT-3 რო გამოვიდა, პირველად მარტო SFT ქონდა შეიძლება. ეგ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ეგეთი სტილის მოდელი გვექნება რა, როგორც მინიმუმ. პრობლემები ექნება რა თქმა უნდა ამ მოდელში. ეს პრობლემები შეიძლება იყოს ჰალუცინაცია, სულ პრობლემა არის, შევთვალოთ მაგის მოშორება ძალიან რთული არის. მაგრამ რაც ისე არ იქცეოდა შეიძლება როგორც ჩვენ გვინდა რა. ჩვენ როგორც რაც ამ მოდელის შემქმნელებს. და ცალკე რაც jailbreak-ებზეც საჩალჩო კონდეს კიდე რაცები. გადავიდეთ alignment-ს. Alignment-ი უკვე კეთდება reinforcement learning-ით უმეტესად. ანუ ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ human feedback-ი რო ავიღოთ სიტყვაზე, რაც დავალეებლებთ, ასე რომ ვთქვათ, რამდენ რაც რომელი არის უფრო კარგი წინადადება, ან რაც ტექსტი, რაც პრომპტზე პასუხი და რომელი არის უფრო ცუდი. და რაც უფრო კარგი ქულას მივცემთ და უფრო ცუდ ქულას დავუწერთ რა. კარგი შედეგი აქვს human feedback-ს, როდესაც ამას ვაკეთებთ თვითონ მოდელის output-ებზე რა. და რას ნიშნავს ეს ხა? და რატო არის ასევე ცოტა ძვირი სიამოვნება human feedback-ით fine-tuning-ი. ან ჩვენ რო ავიღოთ რაც უბრალოდ ინსტრუქციები, მაგალითად SFT-ის მსგავსი ინსტრუქციები და ინსტრუქცია და response და ინსტრუქცია და random response-ი რო ავიღოთ რა. და მაგით ვაკეთოთ alignment-ი. ეგ ისიც იცის რა მოდელმა, მაგის განსხვავება რომელია კარგი და ცუდი შეუძლია. აქ შემოდის დაახლოებით hard negative mining-ი რო იყო, თუ გახსოვთ. მე რა ქვია, sentence transformer-ებში. იდეა შემოდის იგივე პრინციპი რა, რომ გვინდა ისეთი საკმაოდ მსგავსი რაც ვალიდური, რასაც მოდელი დაწერდა, ეგეთი ტექსტები ავიღოთ და კარგი და ცუდი განვასხვაოთ რა, რომელი არის კარგად დაწერილი, რომელი ცუდად დაწერილი. ხოდში. კი ბატონო, რამე კითხვა ხო არ გვაქვს ამაზე ჯერ?
hard ნეგატივები რაში გვჭირდება მაგას რომ ვთქვა. ნუ hard ნეგატივები კი არ გვჭირდება აქ. ანუ ეს უბრალოდ რაც პარალელი გავავლე რა. მაგრამ რეალურად რაც გვჭირდება არის რომ SF-დან მაგალითად დავსემპლოთ, ან ჩვენი SF მოდელიდან დავსემპლოთ ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი. შეიძლება ერთ პასუხი ესეთი იყოს, ნუ ესეთი ალბათ არ იქნება რაღაც პასუხი, მაგრამ ეს არის ნუ ჩავთვალოთ რომ რაც ამასაც საკმაოდ ახლოს პასუხია, მაგრამ რაღაცა შეცდომები არის რა. შეიძლება რაღაცა რთული სიტყვაა რაღაცა გამოყენებული, რაც არ გვინდა რომ იყოს. და შესაბამისად გვინდა რომ ეხა ეგ რო გამოიყენა რაღაცნაირად მივენიშნოთ მოდელს რომ ეგ ცუდია რა. მაგიტომ რაც ვაკეთებთ არის რომ ეს რამდენიმე პასუხს დავაგენერებთ და ან რენკინგს გავაკეთებთ, ან რაც უბრალოდ ავარჩევთ რომელია კარგი, რომელიც ცუდი, ლეიბლინგს ვაკეთებთ ასე რომ ვთქვათ რა, აუთპუტებს. და ეგ უკვე გვეხმარება მე რაღაცა მეთოდოლოგიით დავაფაინტუნოთ ჩვენი მოდელი, რომ წონების შეცვალე მოდი ისე რომ ამაზე ანუ ამ პასუხს რო დაწერ ამაზე გექნება რაც 1 ქულა და ამ პასუხს რო დამიწერ ამაზე გექნება 0 ქულა რა. და რაც ქულის მაქსიმიზაცია იქნება ობიექტივად მაგალითად. შესაბამისად ტრენინგის პროცესში მოდელი მიდრეკილი იქნება რომ დასემპლოს ესეთი მსგავსი პასუხები და არა ესეთი მსგავსი პასუხები. და ხო ანუ hard ნეგატივებთან იმიტომ გავავლე პარალელი რომ ეს მაგალითად იდეაში ცუდი მაგალითია, იმიტომ რომ ეს სასახად ძალიან რთული არის ვიდრე რაც 5 წლის ბავშვის მოთხრობა. თუ კი არა ხო რაც ახსნა ამ კითხვაზე პასუხს. მაგრამ შეიძლება იყოს რა ასეთი მსგავსი, რომელიც თლად ეგეთი მარტივი არ არის, მაგალითად გასაგებად ან რაც. მივხვდი ხო დაახლოებით რატო შევადარებ. კი ბატონო, ხო, ნუ როგორც ვთქვი, რაც reward მოდელი გვაქვს და ამ reward მოდელში რაც მიზანი გვაქვს, რომ ანუ ხო რაც მიმოჩქნათ რა ქვია. ანუ ამ შემთხვევაში loss-ისგან განსხვავებით reward-ში გვაქვს ხოლმე რომ რაც ანუ რაც 1 ქულა მაგალითად კარგია და 0 ცუდია რა. და ვატრენინგებთ მაგით რა რომ ეს ჯობია ამას მაგალითად ამ აუთპუტსთან. ბევრი მეთოდი არსებობს alignment-ის რა. alignment-ი UI-ზე რამდენად დაგჭირდებათ. ესენი ახლა უფრო ესენი რა ქვია. ცოტა ან out of class აკვეთილივით არის უფრო ვიდრე ზუსტად UI-ისთვის რა. და რა არ მგონია რომ TPO-ზე ამოცანა მოვიდეს სიტყვაზე რა. მაგრამ ხო ნუ არსებობს ანუ შემდგომ ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. PPO, DPO, KTO, სხვადასხვა მეთოდები არის. არ ავხსნე ხა დეტალებში რა მეთოდი რას აკეთებს. იდეა დაახლოებით ყველას ერთ და იგივე აქვს. ერთადერთი რასაც დავამატებდი და აქ არ ვიცი წერია თუ არა. აქ არ წერია. ერთადერთი რასაც დავამატებდი არის რომ ამ human feedback-ის გარდა ახლა არის რასაც ხშირად აკეთებენ ეს thinking მოდელებზე GRPO ან რაღაც ეგეთები შეიძლება გაგიგიათ კიდეც. პრობლემის მიზანიც არის რომ არ ვიცი Codeforce სამოცანები ალბათ გაიკეთებიათ რომელიმე ეს სიტყვას. ხო. აი ახმას. ხო და რო წარმოვიდგინოთ ეგეთი кейსი რა რომ მოდი მოდელს მივცეთ რომელიმე Codeforce სამოცანა. Codeforce სამოცანას აქ ცალსახე რაღაცა ამოხსნა ხო? რომელსაც ამოხსნას რომ გაუშვებ სიტყვაზე C++-ში რაღაც კომპაილერს
გადასცემ და მე ამას binary scripts გავუშვებ ტესტებზე უნდა გაიაროს რა ეს ტესტები. Input-ზე output-ი იგივე უნდა დაგიბრუნოს რა. ნუ შესაბამისად რა სასახა სიგნალი გვაქვს რა და პლუს ის სიგნალი გვაქვს რომ რავი შეიძლება ბევრი ტესტი მივცეთ და ზოგჯერ ჩაიჭრას 5 ტესტზე რაც 500-დან და ზოგჯერ რაც edge case-ები გამორჩეს მაგალითად რა. ანუ სიგნალის იდეაში რაღაც უფრო კარგი გვაქვს რა და მიზანი არის რომ მოდი ეგეთი რადგან რაც ეგეთი ამოცანები არსებობს, შეგვიძლია მარტივად შევკრათ ეგ ამოცანები და მივუცეთ მოდელს რა. და არ ვიცი ეს მის მაგალითად რაც რამდენი გაიარა რამდენი ამოცანი გაიარა, შეფარდებული ამოცანების რაოდენობაზე იყოს reward score-ი რა, ასე რომ ვთქვათ. და მაგით ჩავთვალოთ რომ 0-დან 1-მდე 1 თუ აიღო, ესე იგი ყველა გაიარა, 0 თუ აიღო, ვერაფერი ვერ გაიარა რა. და ანუ პრომპტი გვექნება, ეს პრომპტი იქნება ამოცანის პირობა, ამოხსენით გავეტყვით, ეცლება ამოხსნას. ამ ამოხსნას ახლა ეცლება რაც რეალურად ხშირად იყენებენ მაგალითად, შეუძლია ბაშის გამოყენება ხო მოდელს. ნუ როგორც იყენებს რაც MCP სერვერი არის და ამ MCP სერვერით იყენებ ბაშს. ნუ მას დაწერს მაგალითად რაც კოდს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ბაში მაგის გარეშე MCP-ის გარეშე დავაწერინოთ უბრალოდ პირდაპირ მარტო კოდი დამწერეთ გოუთხროთ და მაგას გავუშვებთ ხო? მაგ კოდს დაწერს და ჩვენ რო გავუშვებთ, ვნახავთ reward-ი რა გვაქვს რა. მაგის მიხედვით წონები შეიძლება. მე კიდე იგივეს ვეთქვით რა. მოდი კიდე ცადე ამოხსნა. მე კიდე მოდი კიდე ცადე ამოხსნა და ამ პროცესში ნუ აი პირველი რომელი იყო O1 იყო მგონი პირველი მოდელი რომელმაც რაღაცები ისწავლა და აი Codeforce-ის მაგალითად მოვიყვანე რომ Codeforce-ზე უკვე საკმაოდ რთულ ამოცანებს ხსნიდა. ანუ მაგამდე თუ იყო кейსი რომ რაც 1400-იანი მაგალითად შეიძლება ვერ ამოეხსნა, ან ძალიან უჭირდა. ანუ მე იყო შემთხვევები რომ მეც მქონია მაგალითად რომ რაც 2000-იანი ამოუხსნია ხოლმე ან რაღაც ეგეთი. და თან არ ვამბობ ისეთ ამოცანაზე, ხა მანდ გამოსარიცხი არის ის ფაქტორი რომ შეიძლება ტრეინინგში კონდეს პასუხი პირდაპირ ხო? SFT-ში მაგალითად. ნუ აქ რაც ისეთ кейსზე ვამბობ რომ აუდექი ხოლმე ზოგჯერ და ახალი კონტექსტის დასრულებული კონტექსტის statement-ი ჩაუგდე LLM-ს და მიდი პასუხი დამიწერება და ამოუხსნია ხოლმე ზოგჯერ. და ნუ მე მაგას რავი თვითონვე აფასებნა ხოლმე რა რომ საკმაოდ ძლიერი არის უკვე მაგაში. ჩატარებულა კიდეც რაც საინტერესო კონკურსები მაგას. მაგდა ხო ნუ რაც ესეთ ან საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ რაც ვერც human feedback-ი თუ ვერც SFT-ი და ვერც pre-training-ით ეგეთ კომპლექსურ ტასკებს ვერ აკეთებდა მაინც რა. და საბოლოოდ ეგეთი ტასკების კეთება დაამოღამა მსგავსი პრინციპით, როდესაც verifiable results-ზე ვატრენინგებდით იმებს რა ქვია LLM-ს. და ხო ნუ რავი დღესდღეობით ეგეთი ტრენდი არის რა საბოლოოდ რომ დიდ კომპანიებს მიაჩნიათ ეგ არის გამოსავალი და მაგას ჩალიჩობენ რა. ვასებს მიაჩნიათ რომ სადღაცა ჭერს არტყობს ეგ მაინც და მეტად ვეღარ განვითარდება. ეგ არის რაც მინდა და მეთქვა verifiable result reinforcement learning-ს. აი ხა რავი ამ რამე კითხვა არის გქონდა. ოკეი. აი ნუ ხა რა შეიძლება გამოგვადგეს მაგაზე ვიფიქროთ რა. UI-ისთვის.
ნუ მე მგონია რომ ყველაზე მეტად ალბათ რაც შეიძლება ეს გამოვიყენოთ არის SFT და SFT-ში ნუ ლორათი მაგალითად რაც მარტივ პატარა დატასეტზე fine tuning შეიძლება კარგი შედეგი მოგვცეს უფრო არის სხვა რა შეიძლება კიდე იყოს ამცანა ისეთი რამე იდეა ხო არის გქონდეთ თქვენთან pre-training-ზე ცოტა არ მახსენდება რამე ისეთი ხარა უნდა მოვიდეს რომ მან ჩაიტიოს რაღაც შეიძლება რაღაც ცოტა ისეთი ტრიკი ამცანა იყოს რა რაც პრომპტის ტუნინგი უნდა ან რაღაც ეგეთი უნდა აი few shot-ი მაგალითად ეხმარება ხშირად უბრალოდ რაც ხარისხს აუმჯობესებს რა few shot-ი და ეს few shot-ი ანუ pre-training-ში გავხსენი, მაგრამ რავი ახლაც ანუ ჩვეულებრივ ეხა რო აიღოთ რაც ნებისმიერი AI და კითხვა დავუშვათ, მაგრამ მეორე მხრივ კითხვა დავუშვათ ისე ვონთ, რაც მსგავსი კითხვები და პასუხები გაქვს მიცემული კონტექსტში, ამ მეორე შემთხვევაში უკეთეს პასუხს დაგიბრუნებს რა. და ეგ შეიძლება გამოგადგეთ რამეში. არ ვიცი. მაგალითად ხარისხი გავაუმჯობესოთ მარგინალურად. კიდე რა შეიძლება იყოს? არ ვიცი, ნუ პარამეტრები შეიძლება იყოს. სემპლინგის მეთოდები ალბათ გაიარეთ, ხო? წესით. ტემპერატურა რა არის, მაგალითად. გრიდი სემპლინგი რა არის. ეგ თემები. ნუ მაშინ ხანო ეგენი ვიცით. ანუ მაგაზე შეიძლება იყოს ეს თეორიულად კიდე რამე რა. თარგმანში მაგალითად ხშირად იყენებენ grid sampling-ს და შეიძლება beam search-ი გაუშვან რა და beam search-ი არის ხოლმე ნათქვამი რომ აუმჯობესებს ხარისხს თარგმნისას რა. ანუ დანარჩენი უფრო მეტად გონია რომ fine tuning-ი არის თავარი რაც ალბათ ჯობია რომ პრაქტიკულად თქვენ თვითონვე დაამუყამოთ, რაც ჩადოთ უბრალოდ, რაც იჩალჩოთ რაღაცები ასე რომ ვთქვათ. pre-training-ში ყველაზე მაგარი მაგალითი არის ხოლმე რაც webhost-ყავსანი მაგალითად, რავი, ეს მაგაკეთებული და ბევრს აქვს, ვისაც ვიცნობ გაკეთებული, რომ მოდელი PyTorch-ი ნულიდან აწყო transform decoder-ის სტილის transformer მოდელი. მისცე webhost-ყავსანი, რაც რავი, ინტერნეტში იპოვით ტექსტს უბრალოდ. და შემდგომ რაც მაგის სტილში random რაღაცები დააგენერირო რა. და საკმაოდ ესე აკეთებს. ასე თუ ისე კარგად რა. სიტყვას არ გავს რა და რაც ზონა არ აქვს, მაგრამ ეს შორიდან რო შეხედო, კარგად რო ვხედო, ესე გავს რა რაღაცა. ენა რო არისოდე, ალბათ გეგონება რომ იგივეა. ნუ ეგ შეგიძლიათ სადოთ მაგალითად რომ უკეთ დაამუყამოთ რა. pre-training-ი რა არის. SFT-ზე ხო ნუ ალბათ რაც PFT და LoRa ან slot-ი ან აი მე ეგეთ შეგიძლიათ ნახოთ. ნუ DPO არ ვიცი ეს თემები რამდენად შეგიძლიათ ესეც სადოთ რაღაცები უბრალოდ დაატრენინგოთ რა DPO ტრეინერთან. უმეტესად ანუ უმეტესად რაც არის საბოლოოდ არის რომ library-ები არსებობს ძალიან ბევრი რამესი
ეგ ყველაფერი ფუთავს ისე, რომ მარტივად შეგიძლია გამოიყენო და დავი რა მომენტ უბრალოდ რომ ნახოთ და ცადოთ ბევრ ანუ თქვენ თვის გამოსადეგი იქნება რა უფრო. შეიძლება მე რა გაგიმარტივდეთ რაიმე ამოცანის ამოხსნა. ხო, რა ესეთ ეგა. შეგიძლიათ ხო რაც აი კარბატის აქ ძალიან კაი ვიდეოები და მაგალითად მაგ ვიდეოებს უყუროთ შეგიძლიათ ბევრ რამეს ისწავლეთ. რამე კიდე ხო არ გაქვთ? მას ამ პრეზენტაციას ჩავაგდებთ. კი, ჩავაგდებ. Great. რამე სხვა კითხვა? Okay, guy. მაშინ შევწყვეტო ჩაწერას.